არის. რა არ გიწევ დაგვაყვავი? არჩევანი გქონდა კიდევ 3 წესს. ოკეი. ეს ახლა სამი თუ 2. მოდი. ხავრიეთ? არა ვრიეთ. მოდი თან კარჩი დავეშვათ. და ეხლა არის გამეგობრე. ამ წამს. აი ეხლა რომ გქონდეს კარტი, ჯოკერი რო გეჭიროთ ხელში. და აი ჯოკერთან მიმართებით, აი ამ თამაში რა წესს დაამატებდით. აი პრაქტიკულად რა. ძალიან ისტორიული თამაშის წესების მოყოლა დატო. ჩემი აზრით ჯოკერი არის ოპტიმალური ვერსია თავის. აი ეხლა გამოკარგია და ძალიან შეზღუდულია. კი. მიდი ფიქრეთ, თან არ არის აუცილებელი ამ წამს რა. ერთ წეს დავამატებდი, რომ მოვიანატარები. ჩემია. ესე რომ ვთქვათ, ერთ ნაწილში ეგ არ არის ჯოკერი. ანუ მე მიგიყვდე. ან ცხრიანებში, ან 1-დან 9-ში და ასე შემდეგ, ადამიანს ერთხელ ერთჯერად შეეძლოს ნებისმიერ კარტის შემოწმება მოწინააღმდეგის ხელში. რა საინტერესოა, გაიგეთ? თავიდან ხებოდი ანუ ერთ ნაწილში, ანუ 1-დან 9-მდე ან ცხრიანებში ან ასე შემდეგ, პიროვნებას ერთხელ შეეძლოს მოწინააღმდეგის კარტის შემოწმება. ყველა კარტის თუ ერთიც არის. ერთი კარტი ამორჩიოს და შეამოწმოს. ხადება რომ უნდა ალბათ მაშინ ყველაზე ეფექტური იქნებოდა. სავარაუდოდ. კარგი წესია. ან შეიძლება სანამ იყოს რამდენი უნდა. მინი რომ usmens წავიდა. რამდენი იქნება თქვენ. პასი. ან ხო, აი ვიღაცას უნდა რომ შეუსწოს. ჯოკერი გქონდა რამდენი? 4. ორი. აი მაგალითად ამ მომენტში გამოგეცე. ხალხო ძალიან ეგვასტონეზე მელაპარაკებით ახლა აცხადე რას ნიშნავს? ნუ დაახლოებით ვიცი რასაც ნიშნავს, მაგრამ დაახლოებით ვლაპარაკობდი. მე დავამატებდი იმას, რომ ჯოკერი ვისაც ყავს, რომ იმას შეეძლოს რაღაცა ერთი სურვილის თქმა და ის ხალხი ვინც არის მის ჭკუაზე დადიოდეს. აღარ რამე კონკრეტული ჯოკერი მოვნიშნავდი რა. ერთი ჯოკერი. შაკოს ნაწილობრივ წესს გამოვიყენებდი, რომ ერთ ადამიანს, ან თითო ადამიანს ერთხელ თამაშის განმავლობაში შეეძლოს, რომ შეწყვიტოს თამაში და თავიდან დაიწყოს ის ხელი. ის კონკრეტული ის რიგება. კონკრეტული რიგება დაიწყოს, აი რო იხიშტები და უცებ არის ყველაფერი. რაღაცა გული შეიწუხი ან რაღაცა თქვი და მაგას რა უნდა? შენ გადაღებებს მაგით ხო არ არა, ვერამდენი წამზე მე თვალში დამაკ. არა, წესით ხო? 12 წლია მე. შეხშირად ჩამოდის ამ ტრედიაში და მე მასეთ აფირისტობ. ნინი დაგატრელი გვაქვს, დიდი სკოლა გვაქვს მაგ ყველაფერს. შენ დამთავრდა? ერთი პულკა. იმასკენი რა ქვია, გავუშვი ერთი კითხვა და მანამდე ვისაუბროთ ნელა იმას ქვია რა ქვია, დასასრულისგან წავიყვანოთ, სანამ კიდე მეხუთე ხიშტი მეყო. ზოგადად არ დავამატეთ სალომე რატო წერს, ეს ოდითგანვე სალომე წერს, ოდესმეტი როცა სალომესთან ერთად გვითამაშია სალომე წერს. თოგრებს. კითხვა ნომერი 7. აუ ეს ძალიან აი ისე გადაკეთებაზე მომენტის, მაგრამ აი რომელი მომენტი გქონეთ, აი რომ შეგრცხვათ ძალიან და იმ მომენტს რომ გააქრობდით ცხოვრებიდან, აი იცი როგორ ვიტყვი, ხა სლენგით კრინჯი მომენტი რო იყო, ძალიან მეყვარს ეგ სიტყვა. და აი კრინჯი მომენტს გააქრობდით, აი უცებ რო ძალიან წითლდა, მე ისე წითლდები ხოლმე, აი დასაკმა ეგ ვერ გამიქრო რაღაცა. ეგეთი მომენტი შემეფაკლება ხოლმე ლოყები. რაღაცა დაკრინჯვის მომენტი, რასაც აუცილებლად გავაქრობდი ჩემი ცხოვრებიდან. მაგრამ აი შეგრძნებები უკვე რო იყოს. რო რამდენჯერმე მქონია შეგრძნება, როცა რაღაც ძალიან დიდი დებილობა მithქვამს ან სისულელე და მახსოვს რომ თელი 2 დღე გამყოლია რომ აუნეტა ისით არ მეთქვა და ნეტა ის რას ფიქრებდა ეს რომ თქვი და ისე არ მახსოვს, მაგრამ აი შეგრძნების დონეზე მახსოვს 1 3-4 ჯერ ეგეთი რაღაცა ჩემ თავში. რა გვაქვს? შეგიძლია იფიქრო? არა, აი რომც მახსოვდეს იმდენად აღარ იტყვი. არ იქნება საინტერესო მოსაყოლი, რომ რაღაცა თელი წინა ისტორიები ჭირდება, რომ ალბათ, მაგრამ აი შეგრძნებები მახსოვს. კარგი. აუ ერთ ისტორიას, სასაცილო ისტორიას გავიხსენებ ხა. მოდი ჩვენ გადავწყვეტ სასაცილო. არა. ძალიან მწვანეა დღემდე. ოღონდ მე არ ვიყავი მაგ ყველაფერში ჩართული.
რამდენიმე წლის წინ მატარებელში საქართველოს რკინიგზით უმგზავრობდი მოკლედ სამტრედიის მიმართულებით და არ ვიცი საიდან აღმოჩნდა ტრუსი ტუალეტში ნუ ახლა არ ვიცი რა მოხდა ჩაოლებრივად აი ტრუსი იყო ხო ხარ მიფენილი ხო რაღაცა ხო არ აშუქდა არ ვიცი ვიღაცას დარჩა რა უკნა რაღაც ძალიან ისე ქართულ პორნოს ოღონდ ძალიან ვიქრინჯები ყოველთვის რაზე აი ხო იმასკის ტრუსი და ნუ ახლა ხო რა ვიცი ვიღაცას დარჩა გამოვედი და ერთ ვიღაცა შევიდა ვიღაცა შევიდა ვიღაცა ბიჭი რომელიც მთელი გზა ჩემ გვერდით ზის და სულ ფიქრობ სულ ახლა სულ არ მეფიქრება ამ ყველაფერზე მაგრამ ხელ იმ მომენტში რომ ნეტა გადამეგდო ის ისა რა ქვია ნაგვის ურნაში და პატრონი მომბრუნებული იყო მე იმიტომ რომ აი ძალიან შემცვა არა მაგბიჭის რო შესულიყავი და აღარ დაგხვეწი ძალიან შემცვა იმიტომ რომ გვერდით რომ მეჭდა იქ ბიჭი მთელი გოგოს იყო მთელი დღე გვერდით რომ მეჭდა არა იმ მატარებელში მყოფ ხო და ვიცი დარჩო მაგ კრინჯულ მომენტს ამოვშლიდი მოკლედ ჩემი ცხოვრებიდან რომ ეგ ემოციები არ გამყოლოდა ძალიან დიდი ხანი რამეს კეთს ხო არ იღებდნენ იმ არ ვიცი რა კამერა ხო არ იყო და ფრიალებდა ეს ვის დაგჭირს და უნდა გამოგეტანო ვიცი წარმოვიდა კაი всё გავიცინეთ გვერდო გადავედი არა მართლა იყო შეგოშენ მე მაქვს ერთი მომენტი სხვათა შორის თქვენს გიკავშირდებათ ეგ არის ჩვენი ბანკეტი და ჩვენი ბანკეტის ვიდეოს ერთად ყურება აი ბად დავიქრინჯე და ცოტა რომ შევაჯამოთ მომიწია ბანკეტზე თამადობა მე მგონია რომ ძალიან ასერიოზულებ ვაქთებას და ეგრე უხერხულად არავინ არ აღიქვა შენ ხო და ჩემთვის მაგითო იყო კრინჯი მაგრამ ზოგადად ძალიან კარგი დრო ვატარეთ რა თქმა უნდა ხო დავლინკოთ ჩვენი ბანკეტი ისე ვიდეოგრაფი ისია აპარმა არ მე სული არ და რამდენი წელი გავიდა 12 წლის წინამდე ხანდაზმულობა მაგას არ ეხება YouTube-ზე არსებობს მოკლედ ნინისთვის და მაყურებლისთვის რომ შევაჯამოთ მივედით მე 12 კლასია უკვე და ესე შეჯამდა ჩვენი კლასის უმრავლესობა რომ მე უნდა მეთამადა და რაღაცა რამდენიმე საგრძელოს მე რაღაცა სისულელები ვილაპარაკე ხანდახან ეგ შენ გონია რომ ილაპარაკე ამას გარდა არავის არ შეუმჩნევია ეგ და არავის არ უფიქრია რომ ეს რა სისულელეა მაგრამ მე დარწმუნებული ვარ მაგას თან შაკოს ეხმარებოდა ჩვენი ძალიან გამოცდილი ძალიან კარგი ფიზიკის მასწავლებელი რომელიც ერთ-ერთი ტოპ თამადა იყო თავის კოლორიტი ადამიანი იყო გარდაიცვალა კოვიდის დროს და ალბათ ჩემი პედაგოგებიდან ვინმეზე თუ ეხა ცუდია რაღაც გამოარჩიო ვიღაცის გარდაცვალება ან არ გარდაცვალება მაგ ადამიანზე ალბათ ყველაზე მეტად დამწყდა გული ძალიან ყველაზე კარგი მასწავლებელი იყო ვინც კი ყოლია და იმიტომ სხვათა შორის ისეთი ადამიანი იყო რომ მას არანაირად არ ჭირდებოდა ხმის ტემბრის შეცვლა ან ისე შეეძლო ბავშვებით თელკი ბავშვებით სავსე ოთახის კონტროლი რომ არც ხმის ტემბს შეიცვლიდა არც მანერას და ყველა უსმენდა ყურადღებით იყო წვნარდი იყო და ძალიან კარგი უნარი ჰქონდა ახსნის მანერა იმისა რომ ფიზიკა გვასწავლა მე მგონია რომ და რაც თავარია შეგვყარა იმიტომ რომ რაღაც არ ვასწავლო მე მჯერა რომ ჯერ უნდა მოაწონო და შეაყვარო ის მგონია რომ ძალიან ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილი ჩაგვიტარა საკმაოდ ცელქ თინეიჯერ ბავშვებს თან ისე რომ არ ამახვილებდა ამას ყურადღებას რომელიც გვიან გადავაკეთეთ კი ნამდვილად ძალიან კარგი მასწავლებელი იყო რა მაგარია რა მასე მისაბაძი მაგალითის ქონა შენ ცხოვრებაში რომ რაღაცებზე ხშირად გახსენება და რიგ შემთხვევებში ქცევებზე ასწორებ რა რომ გიფიქრია მაგ ადამიანზე რომ ეხა ეს ასე ამ შემთხვევაში როგორ მოიქცეოდა ქონია მასეთ შემთხვევა რაღაცა რიგ შემთხვევაში არ ქონია ვერ ვაყენებ ხოლმე ჩემთვის მაგრამ ფიზიკა რო ისწავლე იქიდან გამომდინარე რომ გამოცდილება მქონია იმ ადამიანმა როგორ გააკეთა და მე მაინტერესებს შეგო შენთან რომ ფიზიკა რო აირჩიე იყო რამინის წილი გარკვეულწილად არა
მაგ გადაწყვეტილებაში არ იყო. უბრალოდ კარგად გამოდიოდა და მაგ მომენტში არ ვიცოდი სხვა საწავს სულიყავი და ამიტომ გადავწყვიტე. აღარ ჩაგუხმობდი. ხო, მაგრამ მე მჯერა რომ აი ფიზიკა რო შეუყვარდა, მაგაში რამდენი წელი იყო და მაგ სიყვარულის გარეშე მაგ გადაწყვეტილებას არ მიიღე. ნამდვილად, არც გამომივიდა და კარგად. თავის დროზე ესე რომ ვთქვით რა. რამდენს? მე უკვე ვთქვიათ, მოვილია საქმე. სალომეას საჩუქრებს. კიდე ერთხელ უკო ზირო. დიახ, უკო ზირო. ბიზ. ბიზ. უკო ზირო. ვერ მათქმევი. ეს ეხა სწორად არის. 4 უნდა შევსება. არა, ერთი რა თქმა უნდა. მაშინ მე უკო ზიროში ვიტყვი. მე ცხოშენ ჩავიწყო. თორე კარგავთ. და თქვენ რამდენს იტყოდით? 4 იყოს ჩემთვის. ხო ვიგებთ მაინც. კი. რამდენი? ცხოვრება მუდმივად მოგებაზე არ არის შეგუაწყობილი. აი ძალიან კიკივი. ახლა რომ მოვიქოთ. ჩვენ ვართ 11 და 7 და ესენი არიან 4 და 9. არ ვიგებ. 5 სხვა არ არის პრობლემა. ნეტა, მოვაგებინოთ. ხო, ეხლა რა ჩვენ მოდან სტუმრები არიან, სტუმარ მასპინძლობა რაღაცა ის სტუმარია, შეიძლება გამოგხდე. გადაცემაში სტუმრები. აა, ეხლა მე ეგრე არ ვიცებებ ხოლმე რაღაცებს. ჩემი სამარცხვინო მომენტი გითხრათ ეხლა მოგეთ. ველოდებოდით. არა, არავინ არ მკითხა ეს. ამ ყოლის ბედი ეგეთი. ლაიფშიც მომსვლია ესეთი რაღაცები, მაგრამ ჩემ ჯგუფელს უცხოელია და მაგიტო უყვები ესე თამამად ამას ვერ უყურებ. იმაზე ინსტაგრამის სტორიზე ვნახე ედო ვიღაცის სურათი და ვაიმე მეთქი რა. რა საყვარელი ბიჭია მეთქი რა ესე პირდაპირ გოგო იყო და ხო ანუ ეს შენი ძმა არის თქო და არა ჩემი ბიძაშვილი გოგო არის. მინდა და მიწა გამსკდომა და მე ჩავეტანე. ძალიან ცუდი ბალეტგული არის. ხო, ეგ იყო ჩემი ისეთი სამარცხვინო მომენტი, აი ძალიან რო შემრცხვა, აი მართლა აღარ ვიცოდი მეთქი როგორ გალამაზებულა თქო მე ვწევდი. იმიტომ რომ მაგრამ მე პრობლემა ის იყო რომ არც ეგ არის თლად კომპლიმენტი. არა, მეტყვი. იმ სტორის მე მოყვებოდა გოგოს სტორი, ხო მივხვდი რომ გოგო იყო. და დაბადების დღეს ულოცავდა, ანუ პროსტო უბრალოდ განვითარებას გვარახებდა რა. გაიხარა ეგ იყო ძალიან ესეთი ძალიან კარგი ადამიანი ხული. ის ჯვარი იყო ნატარები თავიდან? ყავს ჯვარი? არ ყავს. ხარ შემდეგი შეკითხვისთვის მზად? მიდი გამოვშვიდე დავასრულოთ. რომელ ასაკს გამოტოვებდი ცხოვრებაში? აი ერთი ჩემ ცხოვრებაში თუ ყველა ცხოვრებაში? შენსაში. ნუ ეს დიქტატურაზე ნუ მიდიხარ ეგრე. ასაკს გამოტოვე ერთ აი რომელ წელს ცხოვრებ? ან თუ გინდა რაღაცა ესეთი ჯგუფი რა, აი რაღაცა 18-დან 25-მდე, 13-დან 14-მდე, ან რაღაცა, ან ერთი წელი თქვი, ან აი, უყოდ განგვიმარტე რატო რა. შევისას არა, მაგრამ სხვებისას რა მოდი შენსაზე გველაპარაკე. ეს იყო ჩამოვიდა. ხავი გიბრუნდები. თან ვითამაშოთ შეგვიძლია. მე მარტივი პასუხი მაგარ დიდა და არც ერთი პერიოდის გამოტოვებაზე არ მიფიქრია მთელი ჩემი ცხოვრებიდან და თუ უბრალოდ წელი უნდა გამოტოვო 2008 წელს გამოტოვებდი, იმიტომ რომ საკმაოდ სპეციალური წელი იყო ჩემთვის. სხვა მხრივ ყველა ასაკი სალომე მომწონდა გულწრფელად რომ გითხრას. და ყველას ქონდა თავისი. ხო, ვეთახმები სალომეს, ან ძალიან რთულია რომ კი, ახლა რაღაცა ესეთები გქონია რომ ვიცვევი და ვაფასებ სხვადასხვა რაღაცას. ერთი მინდა მე კიდე. ანუ არ მოფუჭრებით ან შე. ეს შენ რამდენი გქონდა თქვენ? 4 გქონდა ნახონ, ეს და უნდა წაიღოთ და მე დაგავენ. გაერთო. ნატამ როდის წაიღო, ამან როდის წაიღო კი მივხვდი. მე ერთი მინდა კიდე, შენ გინდა 4-ვე. ვიცი ხო და ეს შენი. ვის მიაქვს? შაკოს. ვერ მიაქვს შაკოს. იმიტომ რომ ეს არის ხო? ტუს ყვავია ეგ და გულია ნატარები. და იცი რა მაკითხვა მაქვს? ჩასწორება კითხვაში მაინტერესებს. ჩაკითხვა უბრალოდ. ის წელი ჩემ ცხოვრებაში რომ ამოვარდება სხვების ცხოვრებაშიც გაქრება? კი რა. აი, როგორ სერიოზულად მიიღო? აი, კი.
მე ესე და თუ იყვიწოს ჯადოს ნურჯოხს მოვიქნევ ეხლავე და გავაქრობ მაგწლებს მიდი. ხო, არ მინდა ეხლა პოლიტიკური მასში გადავიდე, მაგრამ 2012 წელს გავაქრობდი საქართველოს ისტორიიდან და ჩემი ცხოვრებიდანაც, იმიტომ რომ ის რა ცუდი სიტუაციაც გვაქვს დღეს საქართველოში, ჩემი აზრით 2012 წელს დაიწყო. ძალიან ბევრი ადამიანის არჩევით და აღარ გავაგრძელებ მოკლედ ამ იმას. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობის შეფასებით ერთი და იგივე პოზიციაზე ვარ და ჩვენ ამაზე ვისაუბრია მანამდეც. ვერ დაგეთანხმები, რომ 2012 წელი იყო შავი ლაქა, იმიტომ რომ ჩემი აზრით ეს იყო თავისუფლების მოპოვებიდან პირველი არჩევნები, როცა არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება და ქვეყნის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ეს და საჭირო იყო. ეგ პოინტი ბაზარი არა. ეგ უნდა ყოფილიყო და რა შედეგი მოყვა მაგაზე კი რა თქმა უნდა ზუსტად. კი, შაკო, 100% კი, მაგრამ მე ახლა დღევანდელი 2025 წლის გადმოსახედიდან ვუყურებ ამ ყველაფერს და მაგიტომ მაშინ რატო 2016 წელი გააქროდი მაგალითად? იქიდან დაიწყო ყველაფერი 2012-დან დაიწყო და იქნებ არ ვიცი არ ვარ დარწმუნებული წინა არ ვარ დარწმუნებული რა ალბათ კი არა ზუსტად ვიცი ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ სადაც იყვნენ თავრობაში იმ პერიოდში მაგრამ იქნებ ამ ამოვარდნით ვიღაცა სხვა მოსულიყო ვისაც ცოტა ისეთი სიკეთეები შეეძლო გაეკეთებინა შენ უშვებ რომ თუ წელი გაქრებოდა მაშინ სცენარი დარჩებოდა იგივე მანახ ხო შედეგი შეეძლო კი და ეგ მტკივა მოკლედ დღევანდელ საქართველოში ყველაზე მეტად ხო არ დავეთანხმები სალომეს სიმართლე რო გითხრა ხო მინუსები ყველა ასაკში თავისი მქონდა თავისი მოგონებებთან დაკავშირებით და ესე კონკრეტულ ასაკს ვერა, მაგრამ საუბრობთ ომის პერიოდი, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი გადაიტანა საქართველოს. მაგას გამოტოვებთ. სამოქალაქოს და აფხაზეთის ომის დროს არ ვიყავი დაბადებული, ვერ გამოტოვე ფიზიკურად. მე კოვიდს. ან თქვენ ახლა გამოვიყენეთ თქვენ. ნუ ბევრი ადამიანი შეეწირას, მაგრამ ჩემთვის ძალიან კაი ის იყო. პირველი რეაქცია არა, მე ანუ აი სარვამემ თქვა ისევ დავეთანხმები რომ ყველა წელი მე არც ერთ წელი არ მემეტება, იმიტომ რომ მგონია რომ გაზრდა ადამიანის შექმნა ზოგადად მუდმივი პროცესია, ცოცხალი პროცესია და სულ სწავლობთ რაღაცას, მაგრამ ხო აი კოვიდის მოდი ერთ შემაჯამებელს შეკითხვას. დავაი, გავუშვი და ესე რომ ფლად ამბაშალეს აფუცლიდან. და ავირჩევეთ, კიდე ბევრი მაქვს მე. გავუშვათ? ყველა. ჩემი არის 2. და ესეთი რაღაცა რომ აი ეს როგორ ფიქრობთ? თქვენი აზრით ადამიანებს გვაქვს მხოლოდ ერთი ჯოკერი, ანუ ერთი შანსი ცხოვრებაში, აი რაღაცა დიდი ცვლილებების, ან რაღაცა ერთი შანსი გეძლევა და უნდა გამოიყენო, თუ არა და გაუშვი და всё, მორჩა. თუ ხშირად გეძლევა ესეთი შანსები? ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს არსებობს ეგ გადაწყვეტილებები. ხო, ადამიანის ცხოვრებაში, სადაც გვიწევს მაგ ჯოკრების გამოყენება, იმიტომ რომ ძალიან მაგალითად გეტყვი ხა, რომ ახლა მაგალითად რაღაცა უაზროთ რომ დავიწყო ჩხუბი, კონფლიქტი, შეურაცხყოფები მოგაყენო. და რაღაც მომენტში ეგ ჯოკერი არ გამოვიყენო ემპათიის და ასე შემდეგ. ეგ ხო გადამწყვეტი მომენტი იქნება ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ ძალიან დიდი ნაწილი გიყავიათ ჩემს იმაში რა, ყველაფერში რა, ჩემ ცხოვრებაში და ეგ იქნება რა გადამწყვეტი მომენტი, რომ ხვალდაზე ვეღარ ვიქნებით მინიმუმ თქვენ სამთან ერთად. შეიძლება ჩაგიკეთო. გამოვშვი. შენ ახლა წახვედი მიმართულებით, რომ შანსი გვეძლევა, რომ უარესობისკენ შევცვალო ყველა. კი. ანუ უარესობისკენ ყოველ მომენტში შევიძლია, მაგრამ ჩემი აზრით კითხვა უფრო იყო მიმართული, რომ უკეთესობისკენ. როგორ ისმის მაინც აი როგორი გამოცდილება. აი ცუდისკენ რომ მიდის ესა რა ქვია. ეგეც რა ვიცი, დანახვა უნდა ჩემი აზრით ყველაფერს. ან მოდი აი განმარტო რა. ხო რა, კითხვა დასულ უაზრო. შეიძლება მე კაი მიდი უპასუხე და მე როგორ მესმის კითხვა და კითხვა თუ სწორად მე როგორ შემომტენა კითხვა. რა ისეთი ლაპარაკი. ანუ შანსები ესე რომ ვთქვათ, შანსი მოგეცა, რა გამოთქმაც გვაქვს საქართველოში, სწორი გამოთქმა არ არის, იმიტომ რომ შანსებს ჩემი აზრით ჩვენ თვითონ გვგვნით. მაგრამ ამ შანსის შექმნას რაღაცა წინაპირობა, რაღაცა ღვაწლი უდევს წინ, ანუ რაღაცა უნდა გააკეთო, რომ ეს შანსი გამოჩნდეს. და ნუ სამწუხაროდ ხშირია მომენტი, რომ ამ შანსი ჩდება და ვერ ვიყენებ, მაგრამ ისე რომ აი
ეგრევე ბრახდა დამეცა და სხვა ძალებს დავაბრუნოთ გარდა ჩვენისა შანსების მოცემა ჩემი აზრით არ იქნებოდა სწორი. იცი რამდენჯერ მინანია რომ აი მაგალითად სახლში მივდივარ ძალიან დაღლილი და ქუჩაში ვხედავ ვიღაცა ბებუან ბაბუ ძალიან ისა რა ქვია მძიმე ჩანთებით მიდის და მერე გამხსენებია რა ეს რაღაცა კადრად და არ დაუხმარები ვარ იმ ადამიანს, ოღონდ ძალიან ინტუიტიურად წავსვარ სახლში რა და მერე კადრება დაღმითქენია და ძალიან მინანია. ეგ ყველაფერი, აი მაგ შანსები შეიძლება რომ იგულისხმო? არა? ხო და დასწინო. თუ კი დასწინო, გაორება არა. ისეთი შემოთავაზებელი, რაც არ გამოიყენე და რადიკალურად შეცვლი და ან ვერ გამოიყენეს. ხამარ წარმოაჩინა რომ აი მე ისეთი კეთილშობილი ვარ მარტო კარგ საქმეზე დიდი გადაწყვეტილებები, რომელიც მიღების საშუალება მოგეცა და იმ მომენტში თავი შეიკავე მაგ ყველაფერს გადაიცილე იმის იმედად რომ კიდევ შეიძლება მოგეცემოდა და ანუ აი ადამიანები არიან და მეც ხშირად არის ეგ ადამიანები. მინახავს ადამიანები რომლებიც ფიქრობენ რომ აი ახლა ამ შანსს თუ ხელიდან გაუშვებ აღარაშოდეს მექნება მსგავსი აი შანსი. ბედმა აი ხო აი ბედმა ერთხელ გარგუნა ეს შანსი და მორჩა თუ აი და აი მაშინ რომ შანსი გავუშვი მე აი იმის გამოა ეხა რომ ყველაფერი ესე ანუ შანსი აი არ გიფიქრე იმას რომ ცოლად არ გავხე აი მე ახალგაზრდობაში რა კაცები მეძლეოდნენ და ახალგაზრდობა რას ნიშნავს? შენზე არ ვიცახე ზოგადად ავიჭერი ვერანაირი პაცია ვერანაირი ნინი დაიყავა ცოტა სიცხემ დააჭირა კაი შეგიძლია იფიქრო და მანამდე გვიპასუხეთ სხვებმაც რაც ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით ჩვენთან განვახალე 10 აყვავი ვინ ატარა რატო მე ვატარე ხო სადა ვარ? ვინა ვარ? მე მგონია რომ შანსები ხანდახან დიდი შანსები მხოლოდ ერთხელ გეძლევა ცხოვრებაში და უარის თქმა რაღაცა კომფორტის ზონიდან გამოსვლის გამო არ არის მართებული გადაწყვეტილება, მაგრამ იმის შიშით რომ ეს შანსი უოჭველი მიიღო და რაღაცები შეცვალო, იმიტომ რომ მეტი აღარ გექნება და მეტი შანსი აღარ გექნება ამ ყველაფრის, ეგეც არასწორია, ასე რომ ჯერა იმის რომ ხანდახან რაღაცები მხოლოდ ერთხელ ხდება ცხოვრებაში და შეიძლება გამოვტოვოთ მაგის არ მიღების გამო, მაგრამ სინამდვილეში განმეორებადია ხშირ შემთხვევაში ეგ შანსებიც და სწორ დროს სწორ მომენტში უნდა მივიღოთ ან უარყოთ ეს შანსი. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ჯერ დავნეული ვარ. ნატა რამდენი თქვა? ცალ შეგვახსენე? ტუს ყვავი რა იცი ხო? და ორი თქვით შენ და ნინი. ტუს ყვავი. ოკეი. რატო მე პას. თუ გაინტერესება. ხედავ და იმას ვახსენებ უბრალოდ. კაი, ჩემი შანსი ესე რომ თქვა რაც გავუშვი ცხოვრებაში ცეკვას რო არ გავუყრე ჩემი აზრით. გაუშვი არა, ანუ ზოგადად ერთი შანსი ეძლევა და ბევრი ადამიანი. ნახე, კითხვა შეხედე არსობრივად არასწორად იყო გავიქვა, ჩემი აზრით ერთადროვანი პასუხია რა, მაგიტო წავიბენით და მაგიტო გავიგეთ სხვადასხვანაირად რომ ვცდილობთ რაღაც ერთი სწორი პასუხი მოვიძიოთ. მეგობრებო, სწორი პასუხები არ არსებობს. მე როგორც სოციოლოგი ადამიანი, ჩვენთვის სწორი. აი მაგაზეც შეგვიძლია ვიდაოთ. ესე ჩენი მეხუთე ხო? მეოთხე. რამდენი იქნება და საყვარელო? მეოთხე. მე რა ვშვებ? მე მეთანხმები ზოგადად შაკომ წინაზე წერან თავიდან სწორად დაიწყო და მე ნინიმ დაიმინა ნინი მაურია რა რომ არ მინდა ეს ჯოკერი ამანახე და მე გაიგე რომ ეგეც ჯოკერია. შენ რომ შანს გამაი. აიო. ბევრი შანსი. ვიცი გადავედი. ვერ მხვდები. კაი, ახლა შეხედე ჯოკერის შანსი ვერ გავა. დაიცადე ხა პრინციპი. მაგრამ არტის დასტა კიდევ ერთხელ მოხსენს ამ შანსს მე დარწმუნებული. შაკომ წარწმუნე. გინდოდა და ვერ გამაი. ნინი მე ვფიქრობ რომ ადამიანებს ხშირად ეძლევათ ესეთი შანსი. და ასე რომ არა, ზოგადად ჩვენ კოუჩინგი გეხვეწები. ჩვენ ვქვით ამ შანსებს მე ვეთანხმები შაკოს რომ ჩვენ თვითონ ვუქმნით ვეღარ ვიქნი, ორი მაქვს ნათქვამი და ვეღარ ამყავს. რომ მეტერებოდა ის იყო ალბათ მაგრამ დახვეწეს ერთმანე. ახლა ცხოვრება ისეთ ჩვენს შეგიქმნის საერთოდ რომ არა ეხლა შეიძლება მაგალითი შემიძლია უსებ ისეთი კაცი დაიდოს აკნინი რომ ეგ ყავდეს ჩემი. აი აგერა შანსი გამოჩნდა ეს.
ხა ძალიან ისევარ. მესამე ჩვენი თემანინი მეწვის დაშორება. ალბათ. ბინცა. მოდი. ამ ხიარულ ნოტაზე? ამ ხიარულ ნოტაზე. 4. დავამთავროთ ან 4 წავიდე. მე ჩემი ორი. დავამთავრებ თამაშს. არა, მე ჩემი დავი. აბა ერთმანეთი არ იყო. მე შემეტე. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. აი ბევრი რაღაცა სამწუხაროდ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ჩაჯდა, იმიტომ რომ არ ჩაიწერა. მაგრამ ისეთ ძალიან კარგი იყო რა. თქვენ რას ფიქრობთ? როგორ მოგეწონათ? ესე პოპულარულებს რო გაგხდით ახლა და ეს ხალ ქუჩაში რა გაგაჩერებენ. ხო. მეც ძალიან გავერთე, კაი იყო. აჰა. აგია ჩემი კომენტარი. კი, კარგად გავერთეთ. ხო მოვიგეთ სა. ხაზი გაუსვათ. იცი რა არის რომ ჩვენთვის მოგება არ არის ნიშნო, ჩვენთვის პროცესი, თამაშია ნიშნო. ჩვენ ეგ ცხოვრებაში გამარჯვებული ადამიანები ვართ და აი ეგნადა. მაგ რატომღაც გამარჯვებული ამას არასდროს არ იძახისა? შედაგ გადაწყვიტე რო არის. რამდენ გამარჯვებულს იცნობ ერთი ესე რომ. 1 2 მინიმუმ ამ მაგიდეს. ოკეი, წავიდეთ ნელ-ნელა დასასრულისკენ მაშინ. ეს ნელ-ნელა გავდივართ. ხო იცი რომ ეს გამოთქვა ნელ-ნელა ხო არ წავიდე. რანაირად მიდის ამ ნელ-ნელა. ადგე და წავიდე. კარგი იყო. თან ისე მგონი პირველი ეპიზოდია, სადაც ჩვენი მეგობრები ისე ერთზე მეტი ადამიანი ელენე იყო პირველი და მე უკვე სოფოს ხმავდა. სოფოს ხმავდა და შაკო და სავო ესე რამდენი ხნით შემოვიდა და გამრავალფეროვნა გამრავალფეროვნა ჩვენი პოდკასტი. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო და გამოგვიწერეთ. ჩაო, კარგად. Ciao bambino.